საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის წინააღმდეგ არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინწინ, არც ივანიშვილის მოსვლით, მაგრამ უნდა ითქვას კიდევ ერთხელ, რომ სწორედ ამ მმართველობის მოსვლის დღიდან დაიწყო გააფთრებული შეტევა საქართველოს სამოციქულო ეკლესიაზე, პატრიარქზე და საპატრიარქოზე და ის რაც ვერ მოხერხდა წლების წინ, მოხერხდა ნაწილობრივ მოგვიანებით და ახლა როგორც ჩანს, ჩაფიქრებულია, რომ ეს ეტაპი სრულად მორჩეს. ანუ რა მორჩეს, რა დასრულდეს. პირველი ის რომ ამ რეჟიმს ჰქონდა ყოველთვის დიდი შიში პატრიარქის უზომოდ დიდი ავტორიტეტისა და იმის შიში, რომ შეიძლება ერთ მომენტში, ერთ დღეს მან თქვას ისეთი რამ, რაც იქნებოდა რეჟიმისთვის უბრალოდ დამანგრეველი და წარმოუდგენელი და მიუღებელი. სხვათა შორის ჩვენ იცით თქვენ ყველამ ვიცით, რომ არაერთხელ პატრიარქს მიუმართავს თხოვნით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ისიც კარგად ვიცით, რომ მისი პოზიცია თუნდაც ამ უკიდურესი დაუძლურების, ფიზიკური დაუძლურების პირობებში იყო აბსოლუტურად შეუვალი იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა დიალოგი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ვინ მოусმინა, ვინ გაითვალისწინა და იმის კვალობაზე, რომ რეჟიმი შედის მისი უგუნურობის უკიდურეს ფაზაში და შესულია, იმ დროს, როცა არის წარმოუდგენელი არაღიარება მთელი სამყაროდან, ნორმალური სამყაროდან და როცა არავინ გაღიარებს ქვეყანაში და ხარ ასეთი ვითომძლიერი, მაგრამ უკიდურესად უსუსური, შენ სასტიკად გეშინია თუ იმ ავტორიტეტის, იმ ძალის მქონე ერთი კაცი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რომ ერქვა, იტყოდა რამეს მკაფიოდ, გასაგებად, სწორედ ამიტომ იყო ვფიქრობ, რომ პატრიარქი ბოლო წლების განმავლობაში იყო მოქცეული სრულ იზოლაციაში და კიდევ ბევრი თემა აქვს და ამას ალბათ ახლა არ გავყვებით, მაგრამ ის კი სათქმელია, რომ დღეს ჩანს ამ ბრძოლის დასრულების ჟინი. ვის შეუძლია ეს გადატეხოს? ჟინი ჩანს, მეთოდები არის აბსოლუტურად არაკორექტული, რბილად რომ ვთქვა, უხეში. ეს მეთოდები დაგვიზუსტოთ, აი რას გულისხმობთ ამ მეთოდებში? მაგალითად, სინოდის წევრებს რომ შეუძლიათ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება, ვინ იქნება პატრიარქი. შენ ამაში ერევი პირდაპირ ირიბად, იყენებ შენს მედია საშუალებებს, იყენებ ჯიბეში რომ გაქვს იმ ეგრეთ წოდებულ ძალოვან სტრუქტურებს, ზოგს კვირადღეს ქადაგების დროს, გასულ კვირას ხდება ეს, გასულ კვირადღეს დაუყენებ შენს პროპაგანდისტულ ოპერატორს და ჟურნალისტს და ამით უგზავნი შეტყობინებას, რომ აქ ვარ, რასაც ამბობ, რასაც იტყვი, ყველაფერს მე აღვნუსყავ ზუსტად და ემანტ არაფერი შეგეშალოს, თუმცა ისე ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მადლობა ღმერთს დღევანდელ სინოდში პატრიარქის გამორჩეული რამდენიმე ესეთი მღვდელმთავარია, რომ ივანიშვილს არ შეუშინდებიან. ამ ადამიანებს მე ვიცი ვის ეშინიათ, ღვთის ეშინიათ. კი ეშინიათ ნამდვილად, ივანიშვილის არა. ვისთანაც გაუვა, გაუვიდეს, მაგრამ მე ვისაც ვიცნობ, თქვენც იცნობთ, ესე მარტივად ეს ვერ ჩაივლის. და შეიძლება ამაზე, ბატონო ვახვახა, თქვენ გიყურებთ, შეიძლება კისერი მოიტეხოს. იმიტომ რომ მართლაც და დაუკრეფავში გადადის. მე უბრალოდ ვურჩევდი, მიცნობენ ისინი, ვიცნობ ამ თემებზე სხვათა შორის გვისაუბრია, როცა მე იქ ვიყავი, წარეთ და მწვავეთ და უცნაურად უნდა გითხრათ, დიახ, მასთან პირადად. ერთი ერთზე მათ შორის, სხვებთან ერთადაც, მაგრამ პირადად და ვცდილობდი ადამიანურად ამეხსნა, რომ დაუკრეფავში გადასვლა იქნებოდა დამანგრეველი მართლობისთვის ერთი მხრივ და წარმოუდგენელი ზიანის
მომტანი ქვეყნისთვის. რომელი წელია ეს ბატონო? 2013 წლის მაისის კონკრეტული დღე არის. მაშინაც იგივე სურვილი ქონდა, რაც დიახ. განწყობა, ზოგადი განწყობა შეგიძლიათ გითხრათ ეკლესიისადმი და მისი უწმინდესობისადმი ივანიშვილის. მე რა თქმა უნდა არ ვთხოვთ იმას, რომ ახლა რაღაცა დეტალები და ფრაზები, აი ამას არ ვთხოვ, უბრალოდ როგორ დაახასიათებდით მის დამოკიდებულებას. არის ხალხი, ვინც ჩემზე უკეთ იცნობს მას, მაგრამ ყველა საკუთარი არჩევანი აქვს, რას და როდის იტყვის. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ თავში, უბრალოდ ჩემ თავთან ვინდა ვიყო მართალი, რომ ვიდრე ადამიანი ცოცხალია, აი ბოლო წამამდე მას აქვს შანსი ადამიანს, ნებისმიერს, რომ გონს მოეგოს. მე რაღაცნაირად მაინც ამის იმედი ყოველთვის მაქვს. აი ბოლო წამში რომ შეიძლება გონს მოეგოს. მაგრამ თავში ის გითხარით და თქვენ იცით რომ გონს ვერ მოეგები, როცა გონია რომ ყველა დანარჩენი მიქარავს და ერთადერთი მართალი შენ ახარ. ხო და რაც შეეხება იმას, ეხლა რაც თქვენ თქვით, ანუ ბიძინა შევა ისტორია, როგორც ბიძინა მართალი შენი ვერსიით ასე. არბაზი იმედოვნებს რომ გონს მოიგება, მაგრამ ამის იმედად ვერ ვიჭირ. მე ძალიან მინდა იქ ახლა არ ამგონია ვინმე ამ საღამოს ის თავად ისმენდეს ამას, მაგრამ ძალიან კი მინდა და რაღაცები შეუძლია გაიხსენოს კიდეც. ერთი რამ ძალიან მინდა, რომ ადამიანი ნებისმიერი, მე ჩემთვიზე ვიტყოდი, რაღაცნაირად აი სადღაც მომენტი რო დაგიდგება, ბოლო მომენტი შენ თავთან არ შერცხვე ადამიანი. ეს ძალიან ინდივიდუალურია. მოდით თემას დაუბრუნდეთ. მაგას ერთმანეთს სჭირდება. არ მჯერა სამწუხაროდ, რომ 2013 წლის შემდეგ ოდნავ მაინც შეიცვალა მისი დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ და ამ ინსტიტუციის მიმართ. ეკლესიის მიმართ ეს ცალკე ფენომენია. სადღაც შეიძლება გავაიგივოთ, მაგრამ ეს ცალკე თემა ამას მოდით არ შევეხები, იმიტომ რომ აი აქ არ გადავალ. ეს არ არის ჩემი განსახილველი თემა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ვაფასებ ყველას თავისუფალ არჩევანს და სხვათა შორის უნდა გითხრათ. აი რატომაც მე დღემდე თაყვანს ვცემ, მინდა გითხრათ ბატონო მიშა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს გარდაცვლილს. სწორედ იმიტომ, რომ წარმოუდგენელი ხარისხით პატივს ვცემ და ნებისმიერ ადამიანს მის არჩევანში პატივს ვცემდა და არავიზე არ ძალადობდა ამ ხრივ. ხო და ამიტომაც გამოუვიდა აი ეს დიდი სულიერი პროექტი. ამიტომაც ნაცნობი და უცნობი მისტიროდა და აცილებდა და თქვენ ბატონებო ეს არ გამოგივათ, იმიტომ რომ თქვენ ძალადობთ, მეორე თქვენ მატყუარები ხართ, მესამე თქვენ სპეკულირებთ ყველაფრით, მათ შორის ღმერთო ჩემო რა უნდა ვთქვა, აი ხა თქვენთან სტუდიაში გარდაცვლილი პატრიარქის სახელით და ხსოვნით გაუგონარი ამბავია. აი მე მგონია იმ დროს არ ვიყავით ჩვენ, მაგრამ რომ ვკითხულობ დოკუმენტებს და ისტორიას, მე მგონია რომ ასეთი რამ ბოლშევიკების ყველაზე დიდ ჯალათებსაც კი არ მოსვლიათ თავში. ფიქრად, რომ გარდაცვლილის სახელით სპეკულირება მოეხდინათ. ეს რაღაც ახალია, რაღაც გაუგონარი და უცხოა. ემოციას ავყევი ახლა თითქოს და მინდა ბოლოსკენ გითხრათ მაინც ჩემი აზრით რა შეიძლება იყოს გამოსავალი. რა ნაწილში? საქართველოს ცოტა ხანში უნდა იხილოს სულ მალე ახალი კათოლიკოს პატრიარქი. საქმე ისაა, რომ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, თუნდაც ქალბატონინო, აი თუნდაც პატრიარქს თელი გულით ქონოდა ხარდაჭერა ერთი კანდიდატისა რომელიმეს. თქვათ თუნდაც მეუფე შიოსი. ეს მისი არჩევანი იქნებოდა, მაგრამ არაერთმა ადამიანმა ვიცით, რომ არა თუ ასეთი არჩევანის დროს, არამედ აი ყველაზე საკრალური არჩევანის გაკეთების დროსაც ყოველთვის დაუმატებია. მე კი შეიძლება მსურდეს, მაგრამ იყოს ნება ღვთისა. აი რო არ ძალადობდა მეთქი ბატონო ახო. ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის, იმიტომ რომ მე მინდა და მგონია რომ სამდე მართალი ვარ, მაგრამ სამდე მართალი ხარ თუ ასე ხარ რაღაც შენს უწყებრივ, სამსახურებრივ და შეიძლება აქ გეპატიოს, შენ თუ ხარ ღვთისმსახური და ამას არ ამატებ, წადი სხვა საქმე აკეთე მაშინ. რა გინდა ვერ გავიგე. წინა კვირას ეს თქვენთან
ერთ-ერთ სტუდიაში ვთქვი, რომ ერთ-ერთმა მღვდელთავარმა თქვა, რომ როგორ ყველაფერს ვთამაშობთო, ვთამაშობთ საქართველოს სიყვარულს, ვთამაშობთ პატრიოტობას თქვენთან ვთქვი და ვთამაშობთ ეპისკოპოსობასო. თავად ეპისკოპოსმა თქვა, სხვათა შორის, გავლენიანმა და სტაჟიანმა. ხო და ერთი სიტყვით, შენ გინდა იძალადო. ეს შენ არ გამოგივა, რატო არ გამოგივა? არ გამოგივა, იმიტომ რომ იქ ჩემი აზრით რამდენიმე ადამიანი დახვდება როგორც კლდე. მეორე, პატრიარქს როცა თავად ირჩევდნენ, ყველა ვნახეთ ეს ვიდეო. 77-ში რო ირჩევდნენ მეუფეილიას და უკვე თითქმის იცოდა რომ მცირე იყო სინოდი, რომ მის სასარგებლოდ იქნებოდა უმრავლესობა ხმების. აქვს ნათქვამი საჯაროდ. თუ გაქვთ სხვა არჩევანი, არ მოგერიდოთ. გადახაზეთ ეს, შემოხაზეთ თქვენი. თქვენ კაი ხალხო, რა გჭირთ? სადახართ? სადაკეთებთ ამ არჩევანს? რამდენიმე ადამიანი როგორც კლდე ისე დახვდებაო, მაგრამ ივანიშვილი ყველაფერს უყურებს თვლით და ის ახლა 20. არმას განატყვილა გითხარით რომ ცხენი გამზადებული ყავს, მაგრამ ის საბოლოო მის ხელში არ არის. მადლობა ღმერთს, რომ ის მის ხელში არ არის.